დილამშვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუს რომ ებრუნდება პირდაპირ ეთერში მელელა ბაღდავაძე ვარ. დღევანდელ გაცემას კი გიორგი შარაშიძე გახსნის, რომელიც გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ახლა უკვე პარლამენტის წევრი დეპუტატიცაა. დიახ, გახარიას პარტიამ ერთწლიანი ბოიკოტის შეწყვეტის და პარლამენტში შესვლის გაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად საინტერესოა მოვისმინოთ პარტიის არგუმენტები, რატომ ფიქრობენ, რომ პარლამენტში ყოფნით უფრო ეფექტურად იმუშავებენ ვიდრე პარლამენტს გარეთ. დაგვაუდეთ, დავიწყოთ ზუსტად 60 წამში, იქამდე თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე კობა ჩაგუნებას გადაწყვეტილებით მას 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა. თეიმურეს სარალიძესა და საბა ჯაფარიძეს 6 დღიანი, ხოლო ნინო ბერუაშვილს 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. შინაგან საქმე და სამინისტრო მათ აქციაზე სახის დაფარვას ეტავება. პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უკანონოდ ინახავდა ორი დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო ჩანაწერებს. მანვე ერთ-ერთ დაზარალებულს ვიდეო ჩანაწერების გავრცელების მუხარით 4,000 евро გამოსცალა. თანხის დაუკლების შემდეგ კი ვიდეო ჩანაწერები უკანონოდ გაავრცელა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქვეყანაში პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის რეალიზაციის რეგულირების საკითხი განიხილეს. პლასტიკის ბოთლების გამოყენების რეგულირების წესის დადგენა რეფორმის შემდეგი ეტაპია. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახალი ინიციატივის ფარგლებში იგეგმება საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის სასმელის პლასტმასის ბოთლების შესყიდვის აკრძალვა, რაც პლასტიკის მოხმარების შემცირებას ემსახურება. მაშასე ეს არის დღის ნიუსრომი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ახლა უკვე პარლამენტის დეპუტატი გიორგი შარაშიძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ გვესწრებთ. მოგესალმებით, დილამშვიდობის. ბატონ გიორგი, მოგილოცოთ ახალი სტატუსი და ბარემ დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი და პირველ კითხვასაც დაგისვათ. აი თქვენმა პარტიამ ბოიკოტის შეწყვეტის და პარლამენტში შესვლის გაწყვეტილება მიიღო. გუშინ საბოლოოდ გამოცხადდა უკვე ის გაწყვეტილება, რასაც პრინციპში კარგა ხანია უჩანდა პირი, რომ ასეც მოხდებოდა და მაყურებლებისთვის მინდა ვიდრე კითხვას დაგისვავთ ინფორმაციის სახით ვთქვა, რომ თქვენი პარტიის უფლებამოსილება შეწყვეტილი 12 დეპუტატის ადგილმონაცვლე შედის საკანონმდებლო ორგანოში. ესენი არიან გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, თამარ ხვედელიანი, სოფიო ხორგოვანი და შედიხართ თქვენ გიორგი შარაშიძე. აი პირველ რიგში კიდევ ერთხელ ხა გუშინ კი გამართეთ ბრიფინგი, მაგრამ აი მაყურებლებისთვის ახსნათ რატომ მიხვედით ბოიკოტის მოხსნის გაწყვეტილებამდე და აქვე აი რა გაძლევთ იმის იმედს და ვარაუდის საფუძველს, რომ პარლამენტში იმაზე მეტი რამის გაკეთებას შეძლებთ, ვიდრე ეს შეძელით პარლამენტს გარეთ, მათ შორის თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებს. კეთილი, ბელო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დილამშვიდობის, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ საკმაოდ სერიოზული ანალიზის შედეგად და განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა და ეს ეხება პირველ რიგში ეხება 4 ოქტომბრის იმ სპეცოპერაციას, რაც ჩატარდა და რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ოცნების მიერ შექმნილი ავტორიტარიზმი და ჩვენ ალბათ გვექნება გადაცემის მეორე ნახევარში აი ამ ბოლოდროინდელ გახშირებულ დაკავებებზე და გამკაცრებულ კანონებზე საუბრის საშუალებაც, მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ უკავშირდება სწორედ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციას, რამაც ოცნებას მისცა დამატებითი საბაბი და არგუმენტაცია, რომ თუნდაც საკუთარ მომხრეებში დაესაბუთებინა თუ რატომ დგამს ის შემდგომ ნაბიჯს ავტორიტარიზმის დამძიმებისკენ და ზოგადად კანონების გამკაცრებისკენ. ხო, რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას. ჩვენ უნდა ვაღიაროთ და აქამდეც ვთქვით, ეს იცით თქვენ და თქვენს ახსენეთ, რომ პარლამენტის ბოიკოტი იყო შეცდომა გრძელვადიანად. რა თქმა უნდა, იმ კონკრეტულ მომენტში, როდესაც ჩვენ ფაქტის წინაშე ვიყავით და ოცნებამ ნამდვილად გააყალბა არჩევნები, პროტესტის ეს ფორმა იყო სწორი ფორმა, მაგრამ ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ეს იყო შეცდომა, პირველ რიგში გულისხმობთ მანდატების ჩახსნას. პოლიტიკური ბოიკოტი ეს კონსტიტუციით მონიჭებული პროტესტის ფორმაა და რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას ამით შეუძლია ისარგებლოს გარკვეული პერიოდით, მაგრამ არადაუსრულებლად. ამის თქმა მინდა. ანუ ჩვენ საბოლოო ჯამში რა მივიღეთ? ამ პარლამენტში დაწყებული ბოიკოტი, შემდეგ გადაიზარდა უკვე თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტში და ამას შემდეგ მოყვა უკვე ის 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო
სპეცოპერაცია. ანუ ბოიკოტმა ფაქტობრივად ყველაფრის ბოიკოტის სახე მიიღო. მაგრამ რას შეცვლით პარლამენტში ეს ხო ლეგიტიმური კითხვა, აი პარტიის განცხადებაში, რომელიც გუშინ სხვათა შორის ბრიფინგზე თქვენ გააცანით ხო საზოგადოებას, ნათქვამია რომ პარლამენტის ბოიკოტმა ოპოზიცია ფაქტობრივად გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან, შედეგად კი ოცნებას შესაძლებლობა მიეცა ძალიან სწრაფად ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ემოქმედა და დაემძინებინა ავტორიტარიზმი. კი ბატონო, თუმცა ისმის კითხვა, აი 12 ხმით და 12 მანდატით როგორ აპირებთ ქართულ ოცნებას ხელი შეუშალოთ მისთვის სასურველი კანონების მიღებაში. დაამტკიცებს და გაიტანს თუ არა სახელმწიფო პარტია ყველა იმ ასე ვთქვათ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც თავად ენდომება და თუ კი ასე იქნება, მაშინ დამაჯერებლობა აკლია თუ არა თქვენი პარტიის არგუმენტს, რომ პარლამენტში წინააღმდეგობის გაწევას შეძლებთ. ნახეთ, ამას გავაკეთებთ ისე, როგორც ნორმალურ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში აკეთებს ოპოზიცია. ის რომ ოპოზიცია არის უმცირესობაში, ამიტომ ქვია მას ოპოზიცია. ახლა რა თქმა უნდა, ჩვენ იმას არ გულისხმობთ, რომ ჩვენი 12 ხმით შევძლებთ გარკვეული კანონპროექტების ან დაბლოკვას, ან ჩვენთვის სასურველი კანონპროექტების დამტკიცებას. მაგრამ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ერთი რეალობა. ოცნება დღეს აზიანებს ქვეყანას. ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიძახოთ და ვეძახოთ ამ პარლამენტს არალეგიტიმური, ლეგიტიმური, ოცნება ზოგადად არალეგიტიმური თუ ლეგიტიმური, რეალობა არის ერთი ლელა. და ჩვენ უნდა გვეყოს იმის გამბედაობა პოლიტიკოსები, იმიტომ ვართ, რომ თუ ამას სხვა ვერ ამბობს, ჩვენ მაინც ვთქვათ და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ დღეს ოცნება რეალურად მართავს ქვეყანას. მის ხელში არის სრულად მთელი სახელმწიფო სისტემა, ხელისუფლების სამივე შტო, რომელსაც ემატება ეგრეთ წოდებული მეოთხე ხელისუფლება, მაგრამ ამ შემთხვევაში გულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ მათ პროპაგანდისტულ საშუალებებს და რეალურად ოცნება აი ამ მიტაცებული სახელმწიფო სისტემის და პროპაგანდის დახმარებით დღეს აზიანებს ქვეყანას. ეს ამაზე მე მგონი ყველა ვთანხმდებით და ჩვენი როლი არის ამ ზიანის შემცირება ლელა. და რა თქმა უნდა პარლამენტის ტრიბუნა არის ის ტრიბუნა, რომელიც პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ არავის არ ეკუთვნის და განსაკუთრებით ოცნებას, არამედ ეკუთვნის ქართულ ხალხს. და როდესაც ჩვენ ეს ტრიბუნა გაქვს და ამ ტრიბუნას არ იყენებთ, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ზიანი შეამცირო, რა ზიანის მოყენებასაც კვლავ გააგრძელებს დარწმუნებული ვარ ოცნება, იმიტომ რომ მას არალეგიტიმურობა არაფერში ხელს არ უშლის. აი ერთი წლის განმავლობაში ის რომ არალეგიტიმური იყო და არის ვერ გააკეთა ის რაც სურდა, ვერ გააკეთა განცხადება ევროპაში ევროკავშირში ინტეგრაციის შეცერებასთან დაკავშირებით, ვერ მიიღო ანტიდემოკრატიული კანონები და ასე შემდეგ. ანუ ოცნება ამას გააგრძელებს და ჩვენ რა გავაკეთოთ პოლიტიკოსებმა? არ ვისარგებლოთ იმ მანდატით, რაც ხალხმა მოგვანიჭა. არ დავაბრუნოთ განსხვავებული აზრი საქართველოს პარლამენტში. ხო და ამაში ამას ხსნის ზუსტად ოპოზიციის როლი. იმის რესურსს, რომ არ ვიცი, აი ოპოზიციის რეალურ ფუნქციას შეასრულებთ და კანონმდებლობის პირებს დაიბარებთ და მათ დაუსვათ პასუხებს თუ აი მართლა როგორ ხედავთ ჩვენ ხელთ არსებულ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, კიდევ ვიმეორებ, რომ ოცნებას არ მივცეთ ამ ქვეყნის მომავლის, განსაკუთრებით ევროპული მომავლის დაზიანების და ზოგადად ამ ქვეყნის დაზიანების გაგრძელების საშუალება. გასაგებია, რომ რიგ შემთხვევაში ამას ვერ მივაღწევთ, რიგ შემთხვევაში მივაღწევთ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ იმას მაინც შევძლებთ, რომ ამ ზიანს შევამცირებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციას სხვა როლი რა აქვს, გარდა იმისა, რომ მან საკუთარი ბერკეტები ყველა რაც გააჩნია, კანონიერად მინიჭებული ბერკეტები გამოიყენოს იმისთვის, რომ მუდმივად ასე ვთქვათ, განახორციელოს წნეხი არსებულ ხელისუფლებაზე. კიდევ ვიმეორებ, ახლა იმას მნიშვნელობა აღარ აქვს, ეს ხელისუფლება არის ლეგიტიმურია თუ არალეგიტიმური, ჩვენ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ, რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ და ვთქვათ, რომ დიახ, დღეს ოცნება მართავს ამ ქვეყანას. ხა მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ალბათ ვისაუბრებთ იგივე ამ გამკაცრებულ კანონებზე, მაგრამ ვისი მიღებულია დიდი ბოდიში ეს კანონები? ვისაც ჩვენი მოქალაქეები გვინდა თუ არ გვინდა ემორჩილებია, ხო? ხო და ამიტომ ეს თემა რო კი ბატონო, ეს თემა რომ ამოვწურო. ეს თემა რომ ამოვწურო. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ განსხვავებული აზრი ყველა რომელიც საქართველოს პარლამენტში აღარ ისმის. ერთი წელი პატარა დრო ხომ არ არის. ერთი წელი გავიდა. პარლამენტს გარეთ ხო? აი პარლამენტს გარეთ ისმის, მაგრამ იმიტომ რომ პარლამენტია. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ გარეთ რაც არის. დანარჩენი ნაწილი ამბობს რომ ზუსტად პარლამენტი არ არის პარლამენტი. არა, ნახეთ, ჩვენ ვამბობთ შემდეგ რამეს, რომ მას შემდეგ რაც ამ ქვეყანაში ხალხის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა დაიჯერა,
რომ პოლიტიკური პროცესის და ამ ქვეყანაში ცვლილებების ერთადერთი ალტერნატივა შეიძლება იყოს ქუჩა და ყველა სხვა ალტერნატივა თურმე აღარ არსებობს. სწორედ ამიტომ მოხდა ის უპასუხისმგებლო პროვოკაცია 4 ოქტომბერს რაც მოხდა. ამიტომ ჩვენი მიზანი ახლა არის რომ პოლიტიკა დავაბრუნოთ პოლიტიკაში. ჩვენი მიზანი არის რომ განსხვავებული აზრი ისმოდეს საქართველოს პარლამენტში, რომ მოცნებას არ მივცეთ იმის საშუალება, რაც აქამდე ჰქონდათ, რომ მონოპოლია ჰქონდათ პარლამენტის ტრიბუნაზე და მარტო ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე აკეთებდნენ ყველაფერს, რაც მათ სურდათ. და პოლიტიკა დავაბრუნოთ პოლიტიკაში. სწავე კრიტიკა ახლავს პარტიის გაწყვეტილებას სხვა ოპოზიციური ძალების მხრიდან და ეს თქვენ იცით, გიწოდეს, არ ვიცი, ტემუდან გამოწერილი ჩინური კოდსები, გიწოდეს ხელფას დახამებული მონები, მეტიც გიორგი გახარიას უწოდეს რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი და ხა ალბათ თქვენ ამ შეფასებების ავტორების საპასუხო ლანძღვას დაიწყებთ, მით უფრო როცა საქმე ეხება ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ მე სხვა კითხვა მინდა დაგისვათ. აი, საბოლოო ჯამში მიდის თუ არა თქვენი პარტია ყოველთვის, ასე ვთქვათ, ოპოზიციის დინების საწინააღმდეგოდ. შეხვედით თვითმმართველობის არჩევნებში, მაშინ, როდესაც სრულად ოპოზიციური სპექტრი ბოიკოტს უცხადებდა ამ არჩევნებს, ახლა შედიხართ პარლამენტში, როცა დანარჩენი ყველა ოპოზიციური პარტია არის პარლამენტს მიღება და ასე შემდეგ. ასე ხდება თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში. რატომ დადიხართ მუდმივად ოპოზიციური სპექტრის საწინააღმდეგო მიმართულებით? ამ კითხვაზე რა არის? ვინ თქვა რომ ეს ოპოზიცია არის, მხოლოდ ოპოზიცია. ან როდესაც თქვენ ამბობთ რომ ჩვენ მივდივართ თურმე ოპოზიციის წინააღმდეგ. ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენი სტრატეგია გვაქვს, ჩვენი ტაქტიკა გვაქვს და ვერავინ ვერ გვიკარნახებს და ვერავინ ვერ დაგვიწესებს კრიტერიუმებს, რას ნიშნავს სინამდვილეში ოპოზიციონერობა. ახლა თქვენ თქვით რომ თქვენ ალბათ დაიწყებთ მათ ლანძღვასაც. მე პირდაპირ გეტყვით რომ არ დავიწყებ. იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი სტილი. ჩვენ თუნდაც ეს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, იმიტომ კი არ მივიღეთ რომ იქ ისევ ლანძღვავნება გავაკეთოთ. მივიღეთ იმიტომ რომ სწორედაც რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გავაკეთოთ ჩვენი საქმე. და ოცნებას ყველა ლანძღვის კი არ შენია. ლანძღვას როგორ იყენებს ოცნება? ეს კარგად უნახეთ მათ შორის 4 ოქტომბერს. მაგრამ თუ ოცნებას რამის შენია, ეს არის პირველ რიგში კონსტრუქციული კრიტიკა და ჯანსაღი ოპონირება. ან ოპონირება, როდესაც ისინი უბრალოდ ფაქტებს, რეალობას და სიმართლეს ვერ გაექცევიან. და ჩვენ როდესაც საუბრობთ, რომ პოლიტიკური პროცესი მოკვდა ქვეყანაში ბოლო 1 წლის განმავლობაში, მინდა გაგახსენოთ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური პროცესი გაცოცხლდა. და ეს იყო გიორგი გახარიას მისვლა პარლამენტში წულუკიანის არალეგიტიმურ კომისიაზე. და იმ რამდენიმე საათიანმა ვიდეომ ფაქტობრივად ყველა რეკორდი მოხსნა ველა თუ კი რამე თქვენ იცით, ხა გახარია ყველაზე მაღალ რეიტინგის მქონე პრემიერი იყო და მას არ უყურს, ასე ვთქვათ, მაღალი ჩვენებები და ეგრეთ წოდებული რიჩები და ლაიქები და ასე შემდეგ, ხო? ნუ თუ ვინმეს ჰქონდა მოწონება მასობრივი, სწორედ ის იყო, მაგრამ პრემიერობის დროსაც კი არ ქონია მას ისეთი დიდი რეიტინგული ყურებადობა, როგორიც ჰქონდა წულუკიანის კომისიაზე მის მისვლას. რატო? იმიტომ რომ ეს იყო ერთადერთი მაგალითი, როდესაც პოლიტიკური პროცესი დაბრუნდა იქ, სადაც უნდა იყოს. მაგრამ თქვენი ლიდერის და თქვენი პარტიის მიმართ მხარდაჭერა არ დაფიქსირდა თვითმმართველობის არჩევნებზე, აგერ თბილისის საკრებულოს მიღმა დარჩით. პირველში, როდესაც ამაზე საუბრობთ, ეს დედაქალაქია საქართველოს. ბატონ გიორგი, აი რადგან გიორგი გახარია ახსენეთ, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ უშუალოდ მასთან დაკავშირებით და რა თვალსაზრისით, აი გიორგი გახარიამ გუშინ სოციალურ ქსელ X-ზე, ესე ვთქვათ, გამოხატა მისი პოზიცია და ინგლისურენოვანი პოსტით ახსნა, რატომ შედიხართ პარლამენტში. აი ჩნდება კითხვა, რატომ არ ესაუბრება გიორგი გახარია ქართულ აუდიტორიას, ქართულ ენაზე და ვინ არის მისი, ასე ვთქვათ, ინგლისურენოვანი პოსტების ადრესატი და სხვა შორის არა მხოლოდ ინგლისური, ბარემ რადგან ამ თემას შევეხეთ, აქვე კიდევ ერთ თემას მივაბავ, გუშინ პარტიის პრეს-რელიზი მივიღეთ ფოსტაზე, სადაც თქვენი განცხადება, აი განცხადება, რომელიც თქვენ გააცანით საზოგადოებას ბრიფინგზე, მომზადებული იყო ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ჩეხურ და სლოვაკურ ენებზე. ხა ინგლისური, ფრანგული და პრინციპში რუსულიც გასაგები შეიძლება იყოს, თუმცა აი ჩეხეთის და სლოვაკეთის აუდიტორიაზე რატომ გინდათ გასვლა, ესეც რომ გვითხრათ. ჩეხეთსა და სლოვაკეთში ვის ესაუბრებით მათ ენაზე მომზადებული პრეს-რელიზი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ახლა ვერ დაგეთანხმებით, რომ გიორგი გახარია არ ელაპარაკება საქართველოს მოსახლეობას, არაერთი ეთერი მინდა გადახსენოთ.
ბოლო პერიოდში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ეთერები იქნება და მას მუდმივად ექნება კომუნიკაცია საქართველოს მოსახლეობასთან, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, რომ აი სოციალური ქსელი X-ი და რატომ პოსტავს მხოლოდ ინგლისურად და მხოლოდ X-ზე? არა, იმიტომ რომ ეს პოსტი ჯერ პირველ რიგში იგივე ქართული აუდიტორიისთვისაც არის გამიზნული, იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით, ხა ჟურნალისტი ხართ და ეგარ შეგეშლებათ და გესწავლებათ, შემდეგ ამ ტექსტს იგივე ძალა აქვს ქართული აუდიტორიისთვის, როგორც უცხოური აუდიტორიისთვის. და ახლა ჩვენ არც ერთ ეტაპზე გიორგი და ხარეს კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ბუნებრივია არ შეუწყვილებს. პირიქით ის იმყოფება ახლა ევროპაში და რა თქმა უნდა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, თუნდაც იგივე ჩვენი ვიზა ლიბერალიზაციისას ამ რეჟიმის შენარჩუნებისთვის და როგორც ჩვენი ევროპული მომავლის გადასარჩენად და ახლა მე მგონი ამაში არაფერი რაღაც განსაკუთრებული და უცნაური არ არის, რომელი ენაც არ უნდა იყოს ევროპის ყველა სახელმწიფო, ყველა ქვეყანა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. აი ჩეხურად და სლოვაკურ ენაზე რატომ მომზადდა პრეს-რელიზი? რაღაც განსაკუთრებული განსაკუთრებული სიყოს რაღაცა გათვლა იყოს კიდევ მეორებ, ეს არის ერთადერთ მიზანს ემსახურება ეს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებმა ყველამ გაიგოს იმ გადაწყვეტილების შესახებ, რაც ჩვენ მივიღეთ, ეს არის და ეს. განაჩენს პარტიის პრესამსახური როგორც წყვეტს, ისე აკეთებს. მე ამაში დიდ პრობლემას ვერ ხედავ პირიქით. ალბათ სასიამოვნოც იქნებოდა მათ შორის ჩვენი ჩეხი კოლეგებისთვის და პარტნიორებისთვის ამ ინფორმაციის მათი მერინაზე შესვლასთან დაკავშირებული საკითხი რომ შევაჯამოთ. პირველად როდის აპირებთ მისვლას საკანონმდებლო ორგანოში და აქვე კიდევ ერთი თქვენი პარტიის დეპუტატებს პარლამენტის რეგლამენტი ფრაქციის შექმნის და ზოგადად საკანონმდებლო თანამდებობების დაკავების შესაძლებლობებს აძლევს, მათ შორის პარლამენტის სპიკერატში ვაკანტურია ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის პოზიცია, რომელიც ეკუთვნის სწორედ ოპოზიციას, ასევე რიგ კომიტეტებში არის ვაკანტური კომიტეტის თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა. ამ თანამდებობების გამოყენებას თუ აპირებთ, ანუ რამდენად გააკეთებთ განაცხადს, რომ დაიკავოთ პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტი იქნება ეს თუ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. ბუნებრივია, რომ რადგან ჩვენ ის გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შევდივართ პარლამენტში, ნუ შესაბამისად იქ ყველა არსებულ ბერკეტს, რაც ეკუთვნის ოპოზიციას, გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები მაქსიმალურად იყოს ძლიერი. ახლა მე სიმართლედ არ ვიცი. არის ვარაუდი, რომ შესაძლოა თქვენ ეს თქვა თქვენი გუნდის სახელით სწორედ თქვენი კანდიდატურის წარდგენა მოხდეს პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოზიციაზე. ძალიან ადრეა საუბარი, ნამდვილად მინდა გითხრათ დაწუნებით, რომ ამაზე ჯერ არც განხილვა ყოფილა, არც საუბარი, ეს არ არის ახლა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, დანარჩენი ახლა იქ არის პროცედურული საკითხები, მე ერთ-ერთი შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ვისარგებლებთ ოპოზიციისთვის გამოყოფილი უკლებლივ ყველა ინსტრუმენტით, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი იდეა ის არის, რომ ეს ინსტრუმენტი არ იყო აქამდე გამოყენებული ხალხის სამსახურში და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ინსტრუმენტები საპარლამენტო ტრიბუნა სრულად დავაბრუნოთ ხალხის სამსახურში და შესაბამისად ახლა იქ თუ არსებობს რაიმე კვოტები, რაიმე თანამდებობები, რაც ეკუთვნის ოპოზიციას, ახლა ოცნების მიერ ხელდასმული ხელოვნური ოპოზიციის ნაცვლად რომ რეალურ ოპოზიციას კონდეს ახლა ეს ინსტრუმენტები, მე მგონი ამაში გასაკვირი არაფერია და კიდევ ერთი რამე მინდა აუცილებლად ხელო თქვა, აი განსხვავებულ აზრზე როდესაც ვსაუბრობ ხომ, ჩვენ ახლა ერთხელ და სამუდამოდ აი ამ სპირალიდან, რაშიც ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ არის მოქცეული, რაც არის ზიზღის და ურთიერთდაპირისპირების რადიკალიზმის, სიძულვილის, ენის გამოხატვის და პოლარიზაციის სპირალი. ერთხელ და სამუდამოდ აქედან ხომ უნდა გამოვიდეთ. ეხლა თქვენ სახსენეთ წინა შეკითხვაზე და მეც გიპასუხებთ, რომ არ ვაპირებთ არავის ლანძღვას. კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ განსხვავებული აზრი უნდა დავაბრუნოთ საქართველოს პარლამენტში, მაგრამ სიძულვილის ენას, სიძულვილის ენით არ ვუპასუხებთ. ჩვენ არ ვართ ის ხალხი. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც აი ამ ყველაფერს უპასუხებს გონიერი, მშვიდი, თანმიმდევრული, გაწონასწორებული, რაციონალური პოლიტიკით. და ჩვენ ეს პოლიტიკა უნდა დავაბრუნოთ ამ ქვეყანაში. სხვა შემთხვევაში ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება მივიღოთ. ახლა მე არ მინდა გავიხსენო ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის მაგალითები, სადამდე მიგვიყვანა სიძულვილის ენის და დაპირისპირების გასათქვათ გამოყენებამ და რამდენად დიდია რისკები ზოგადად მათ შორის ამ ყველაფრის სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაზრდის და ჩვენ პოლიტიკოსებს ერთადერთი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ეს არ დავუშვათ. და აი ხა ეს თემა რომ მოვწუროთ აი ბოლოს კიდევ ერთ რამეს ვიტყვი ხომ აი არსებობს პოლიტიკაში იცით თქვენ ეს კარგად არაპოპულარული გადაწყვეტილების ფენომენი ხომ და პოლიტიკური ლიდერი მათ შორის ფასდება იმით რამდენად შეუძლია მიიღოს როცა ეს საჭიროა
არაპოპულარული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება. იმიტომ ხშირ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, არაპოპულარული გადაწყვეტილების საპირწონე არის იმ მომენტში არსებული პოპულარული, ასე ვთქვათ, თემა, რომელსაც უფრო მეტი ადამიანი შეიძლება ემხრობდეს, მაგრამ აღარი არის ჩვენი გრძელვადიანი განვითარება და ამიტომ ჩვენ ვიყურებით წინ ისევ ოპოზიციურ სპექტრში ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგები მოყვა და ამას ჩვენი მოსახლეობა დაინახავს. ისევ ოპოზიციის გამოხმაურება თქვენს პარტიასთან მიმართებაში თქვენი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და უკვე ეს თემა ამით დავასრულოთ. ოპოზიციაში გეუბნებიან, რომ გადამწყვეტ მომენტში ბიძინას ბოსელში შეგოგმანებით ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოეწერა გახარიას პარტიამ ამ ევროკოცების ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ოპოზიციას დაუშვია ნაციონალურ მოძრაობაში მოვისმინეთ გუშინ ეს განცხადება. გახარიას პარტია მართლაც ყოველთვის გარკვეულ დისტანციაზე იყო, ასე ვთქვათ, სხვა ოპოზიციური ძალებისგან, თუმცა მაინც არ გწყდებათ საბოლოო ჯამში გული, რომ აი მართლაც ერთგვარად ძალიან დიდი კედელი აღიმართა თქვენსა და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს შორის. ახლა თქვენ წაიკითხეთ ნაციონალური მოძრაობის განცხადება. ჩვენ მათთან საქმე არც გქონია და არც გვექნება, ყველა პირდაპირ გეუბნებით. განსაკუთრებით მას შემდეგ ის რაც ჩაიდინეს მათ 4 ოქტომბერს. და ეხლა აი ამ რაღაც ბინძური ბილსიტყვაობით რო გამოდიან ჩვენს წინააღმდეგ, ხა ჯერ ეგერთი პირველ რიგში კიდევ ვიმეორებ რომ მაგათ არავინ არ მისცა იმის უფლება რომ ხა ჩვენ დაგვიწესონ ოპოზიციონერობის კრიტერიუმები ეს ერთი და მეორე საკუთარ პასუხისმგებლობაზე ილაპარაკონ რა დღეში ჩააგდეს ქვეყანა და ბიძინას საქმე ვინ გაუკეთა და ოცნება საქმე ვინ გაუკეთა 4 ოქტომბერს მათ შორის ამაზე გამოვიდნენ და ამაზე ილაპარაკო დღეს რა ვითარებაც მივიღეთ 4 ოქტომბრის შემდეგ ეს ვისი პასუხისმგებლობაა ხომ არ ავიწყდებათ მათ ხომ არ ავიწყდებათ რომ ისინი იყვნენ ის ადამიანები რომლებიც მოუწოდებდნენ მოსახლეობას ბოიკოტისკენ ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობისკენ 4 ოქტომბერამდე მთელი წელი გავიარეთ რომ აი თქვენივე პარტიის განცხადებაში ამბობთ რომ შეჩერებულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მოხდა ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღება ავტოკრატიული რეჟიმის დამძიმება ეს თქვენი შეფასება მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოპარავდა სხვა ბევრი დანაშაულებრივი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება თქვენი პარტიის განცხადებიდან არის ესე ვთქვათ ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ ეს ამონარიდი. მეითიც ამ ყველაფერს ემატება ის რომ უკვე პირბადის ტარების გამო და გზის გადაკეტვის გამო პირდაპირ ციხეში უშვებენ ხო ადამიანებს იცით თქვენ 18 ოქტომბრიდან მოყოლებული რამდენიმე ათეული პირის დაპატიმრება მოხდა, მათ შორის ჟურნალისტების უახოს ანაიას და ქეთა ციცქიშვილის, რომელსაც ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს ჩაფარდებული. ამის მიუხედავად ხალხი აგრძელებს რუსთაველის გამზირზე გასვლას. თქვენ შედიხართ პარლამენტში. აი ბონუს როდის იყავით რუსთაველის გამზირზე? შეგიძლიათ თქვენ აი ეს ყველაფერი რაც თქვენ ჩამოთვალეთ და რა თქმა უნდა ეს არის ჩვენს განცხადებაში და რა თქმა უნდა ჩვენ ყოველდღიურად დავადასტურებთ რომ ეს ასეა. ეს რომ ხდება და ამის პრევენცია რომ ვერ მოახერხა ქუჩის პროტესტმა 1 წლის განმავლობაში და პოლიტიკური პროცესი რომ მოკვდა ქვეყანაში სწორედ იმიტომ შევდივართ თქვენი პარტია ახდენს ქუჩის პროტესტის დისკრედიტაციას იმაზე მეტად ვიდრე ეს შეიძლება გააკეთოს ოქტომბრის როგორ გეკადრებათ ჩვენ ვახდენთ ქუჩის პროტესტის დისკრედიტაციას ანუ იმ ტიპის განცხადებებით რომელსაც ახლა აკეთებთ ჩვენ ქუჩის პროტესტანტს არ ვეხებით მშვიდობიან პროტესტანტებს ადამიანებს პატრიოტებს რომელიც გულწრფელად გამოდიან 1 წლის განმავლობაში და აპროტესტებენ იმას რაც ნამდვილად გასაპროტესტებელია და ჩვენ ამის ნაწილი ვიყავით პირველი თვეების განმავლობაში რუსთაველზე ყოველდღე იყო ჩვენი გუნდი წარმოდგენილი მაგრამ მას შემდეგ რაც ამან მიიღო უკვე სულ სხვა ფორმები და მას შემდეგ რაც დავინახეთ რომ ეს დაპირისპირების ეს მეთოდი რომელიც ერთადერთ ალტერნატივად შეირაცხა არ მუშაობს და ეს ვერაჩერებს ოცნებას კიდევ ვიმეორებ ვერაჩერებს ოცნებას იმ დანაშაულებისგან რასაც ის ჩადის გამკაცრდა შექმნილი მანიფესტაციასთან დაკავშირებული წესები რეგულაციები და ვხედავთ რეალურად იმას რასაც ვხედავთ ყოველდღე დაპატიმრებულ მომიტინგეებს მათ შორის ხო და ვისი პასუხისმგებლობაა ეს აი ხა ის პოლიტიკური პარტია ვისი განცხადებას წაიკითხე ის თავად არ მიიჩნევს პასუხისმგებლობას საკუთარ პასუხისმგებლობა იმისი როდესაც ხარ პოლიტიკოსი პირიქით ხელს უწყობ არსებულ რეჟიმს რომ მან საკუთარ ამომრჩეველში გაამართლოს დამძიმება ავტორიტარიზმის და გამკაცრება კანონების აბა ვისი პასუხისმგებლობაა ამაში ვისი პასუხისმგებლობაა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ თუ არ მივეჩვით ახლა ჩვენ გვეხალისება როგორ ფიქრობთ გამოვდივართ ჩვენ შეცდომებზე ვსაუბრობთ ჩვენს პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ გამოვიდნენ თვითონაც და თავადაც აიყო პასუხისმგებლობა
სად არიან, რატო იმალებიან, რატო გაურბიან პასუხისმგებლობას? 4 ოქტომბრამდეც განწყდა, რა თქმა უნდა, ამას ვინ უარყოფს? ამას ვინ ჩვენ დამძიმებაზე ვსაუბრობთ? არა, რა თქმა უნდა, ამას ხო არ ვამბობთ ჩვენ. არა, ამას ხო არ ვამბობთ ჩვენ ლელა რომ 4 ოქტომბრამდე არ იყო. რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ დამძიმებაზე. დამძიმებაზე. და ოცნება სჭირდებოდა რაღაცა გარკვეული არგუმენტები თუნდაც საკუთარი მომხრეებისთვის. რომ დაესაბუთებინა და ასე ვთქვათ, აეხსნა რატო ამძიმებს ის ავტოკრატიას და ანტიდემოკრატიულ კანონებს. რა თქმა უნდა, ეს არის კატეგორიულად დასაგმოვი. რა თქმა უნდა, მე გუშინ ფორმულას ეთერშიც ვიყავით და ჩემი პირადი სოლიდარობა გამაუცხადება ახალსაც და ქეთასაც, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ეს კანონები არის არადემოკრატიული, ახლა როდესაც ჟურნალისტს აპატიმრებ, ეს დამატებით კიდევ ამძიმებს ვითარებას, იმიტომ რომ ისინი მუშაობენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. კი ბატონო, გასაგებია, ასეთია თქვენი პოზიცია და აი ამით ვასრულებ. ეს ყველაფერი რომ ხდება აი მარტივად რომ ვთქვათ, რასაც თქვენ ამბობთ, რა თქმა უნდა, რაც ჩვენი ყოველთვის ჩვენ ამას ვამბობთ, რომ ეს ხდება და უკიდურესად ძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში. და ამისგან რომ ვერ დავიცავით ქვეყანა და რომ ვერ გავაჩერეთ ოცნება იმ ერთადერთი მეთოდით, რასაც ქუჩის პროტესტი ქვია, სწორედ ამიტომ შევდივართ პარლამენტში. რომ უკვე განსხვავებული მეთოდით დავიწყოთ ბრძოლა ოცნების წინააღმდეგ და კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა, ხშირად ახსენებენ ჩვენი ოპონენტები თანამშრომლობა, ნებისმიერი თანამშრომლობა ოცნებასთან. რას ნიშნავს? დიდი ბოდიში თანამშრომლობა რას ნიშნავს? ამ პარლამენტში შესვლა და აი ამდენი იქ არ ვიცი 99 დეპუტატთან ნახევარი კორუმპირებულია, ნახევარი მოძალადეა, უმრავლესობა ყოფილი ნაცია და მათი იქ უმრავლესობის პირობებში მათთან ესე პირდაპირ ბრძოლის და მშვიდობიანი ფორმებით, რა თქმა უნდა, ომის გამოცხადება და მათთვის ყოველდღიური წინააღმდეგობის გაწევა, ეს თანამშრომლობაა დიდი ბოდიში? ხომ არ ჩაგიტარებიათ, ასე ვთქვათ, გამოკითხვა საკუთარი ამომრჩევლების, რას ფიქრობენ ისინი და რამდენად უჭერენ, ასე ვთქვათ, მხარს პარლამენტში თქვენი შესვლის გადაწყვეტილებაზე. რა თქმა უნდა, ჩაგიტარებია. აი, მაგალითად, თქვენ წინა საარჩევნო პერიოდში ამბობდით, რომ თქვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო შესულიყავით არჩევნებში, თუმცა შედეგებმა საპირისპირო აჩვენა. ხო, აი, თქვენივე ამომრჩეველი არ გამოყვათ საარჩევნო უბანზე. ახლა რატომ ხართ დარწმუნებული და რატომ ფიქრობთ, რომ მოეწონება თქვენს ამომრჩეველს? ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ წავაგეთ და ვაღიარებთ ამას, განსხვავებით სხვა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან, ვაღიარებთ ჩვენ შეცდომას და მარცხს, რომ ჩვენ წავაგეთ ბრძოლა საზოგადოებრივი აზრისთვის. იმიტომ რომ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები და რესურსები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოების საკმარისი ნაწილი დაგვერწმუნებინა იმაში, რომ ერთის მხრივ ბოიკოტი იყო შეცდომა და არჩევნებში მონაწილეობა არის ერთადერთი მშვიდობიანი გზა ხელისუფლების შესაძლებლად. და ეს რატომ მოხდა? ამაზე რატო არ საუბრობთ? ამას თუ აქვს მიზეზი, ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ პოლიტიკური პროცესი მოხდა. ჩვენ ხელიდან გამოგვეცალა ჩვენს ხელთ არსებული ძირითადი ინსტრუმენტები, მათ შორის ჩვენი კუთვნილი საპარლამენტო ტრიბუნა. და ჩვენ ახლა კი ბატონო, პირველი 6 თვე გასაგებია, მაგრამ ამ პირველი 3 თვე, მაგრამ აი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ რომ საპარლამენტო ტრიბუნა აქტიურად გამოგვეყენებინა და განსხვავებული აზრი მიგვეტანა ჩვენს მოქალაქეებამდე და არავინ არ თქვას ის, რომ ახლა პარლამენტში განსხვავებული აზრი, როცა ისმის, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა და დიდი ძალა, რა თქმა უნდა, დიდი ძალა აქვს. ვითარება სხვანაირი იქნებოდა. ამიტომ ჩვენ ამ ყველაფერს ვაანალიზებთ და კიდევ ვიმეორებ, რომ განსხვავებული აზრის დაბრუნება მათ შორის საქართველოს პარლამენტში და არ მხოლოდ პარლამენტში საკრებულოებში და ასე შემდეგ არის ჩვენი მთავარი მიზანი და თქვენ ნახავთ, ჩვენი მოქალაქეები ნახავენ, როგორ გავაკეთებთ ამას, რამდენად ეფექტურად გავაკეთებთ ამას და მე შევადაროთ ერთმანეთს. ქუჩის პროტესტი და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ დაგეგმილი პროვოკაციები უფრო ასუსტებს ოცნებას. თუ ჩვენი ჯანსაღი კონსტრუქციული, თუნდაც კონსტრუქციული, მაგრამ კიდევ რიგში მწვავე და რადიკალური წინააღმდეგობა ოცნებასთან. კი ბატონო, შევადაროთ. კარგით, ბატონ გიორგი, მადლობა იმისთვის, რომ დღეს იყავით ჩვენი სტუმარი, დაგემშვიდობებით. გიორგი შარაშიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი შემოგვერთდება, ასე რომ დაგვაუწყოთ. მაშასე რეკლამის შემდეგ გამოვხსნით პირდაპირ ეთერში მუშაობას. გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, პარტია თავისუფლების მოედნის გენერალური მდივანი ბაკურ ყვაშილაყო. ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონ ბაკურ და მადლობა რომ შემოგვერთით. ბატონ ბაკურ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ იმსჯელა გუშინ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე იყო მოლოდინი, რომ ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ევროპელი პარტნიორები, ასე ვთქვათ, წინ წაწევას შეძლებდნენ იმასთან დაკავშირებით, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ქართულ ოცნებასთან მიმართებაში, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ კაია კალასისგან მოვისმინეთ განცხადება მხოლოდ გარკვეული ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ზუსტად სხვათა შორის ისიც არ ვიცით, მოიაზრებთ
მოიაზრება თუ არა ამ ჯგუფში ქართული ოცნება და მოიაზრებიან თუ არა ამ ჯგუფში ქართული ოცნებასთან დაკავშირებული პირები, მაგრამ არის ვარაუდი, რომ მოიაზრებიან. აი რა სიტყვით იმ შედეგებზე, რითაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა დასრულდა და ისევ საჭიროა თუ არა მეტი ვიდრე სავიზო შეზღუდვების დაწესება. მე მგონი ეს სავიზო შეზღუდვების დაწესება მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთი რაზეც ევროკავშირი ყალიბდებოდა და ჩამოყალიბდა კიდეც არის ის, რომ თანდათან არის კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ აი მთლიანად ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ხომ, არ იქნება მიზანშეწონილი, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი ხალხი მიუხედავად საქართველოს მთავრობის განსხვავებული პოლიტიკისა, რჩება ევროკავშირის ერთგული. მეორეს მხრივ, მართალია უფრო რთული განსახორციელებელია ხოლმე ასეთი შერჩევითი შეზღუდვები ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმის დროს, მაგრამ ევროკავშირი ამაზეც წავიდა და ალბათ ახლა უკვე მთავარი ამოცანა იქნება, რომ ზუსტად დადგინდეს ის ჯგუფები, რომელთაც აეკრძალებათ ევროკავშირში მოგზაურობა, ან ამისთვის დასჭირდებათ ვიზა. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ ერთის მხრივ ურტყამს ქართული ოცნების იმ მტკიცებას, რომ თითქოს მთელი ოპოზიცია იმიტომ ჩადიოდა ბრიუსელში, რომ ეხვეწებოდა, რომ საქართველოსთვის გაეუქმებინათ ვიზა ლიბერალიზაცია. მე არ ვიცი, ალბათ ძალიან იშვიათი იქნება პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ეს ეთხოვა. ერთადერთი, რა თქმა უნდა, რასაც ბრიუსელისგან ვითხოვთ სამართლიანობისთვის, ეს არის, რომ საქართველოში დაბრუნდეს იმ დემოკრატიული მექანიზმების ნაწილი, რომელიც არსებობდა და რომელიც საშუალებას აძლევდა ქვეყანას, რომ დემოკრატიისკენ სვლა გაეგრძელებინა. ახლა, როდესაც ნებისმიერი კანონით, რომელსაც ქართული ოცნება ღებულობს, ხომ, ჩვენ არა მარტო დემოკრატიის პრინციპებს, რაც ხელისუფლების დანაწილებას ნიშნავს, არამედ ადამიანის თავისუფლებებს ვეხებით პირდაპირ და აი ხანდახან ჯანმრთელობის რისკებსაც კი ვქმნით, აი ახალი კანონით მაგალითად, ხო? ახალი კანონით პირბადის ხმარება ფაქტიურად საერთოდ იკრძალება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ვირუსი და ჩვენ კოვიდი გვაქვს გამოვლილი, ხო, სადაც პირბადის არტარებისთვის შეიძლება 2000 ლარიანი ჯარიმა აგეღო, ხო? აი ამ ფონზე, იმიტომ რომ ეს პოლიტიკურად მათთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ყველას იდენტიფიცირება მოხდეს, ხო? ადამიანს, რომელსაც შეიძლება ტემპერატურა ჰქონდეს და აუცილებლად ჩათვალოს, რომ მაინც უნდა გამოვიდეს სახლიდან, ხო? შეიძლება პირბადის ხმარებისთვის იქ დაკითხვა მოუწყონ და ოქმი შეუდგინონ. აი წინასწარ შედგენილი ოქმები ქუჩის კუთხეებში რო არიან ხოლმე დადარაჯებული პოლიციელები და ფაქტიურად ჯანმრთელობის დაცვის პრობლემას ქმნიან, ეპიდემიის პრობლემას ქმნიან ქვეყანაში. იმიტომ რომ აი არ სიამოვნებთ, რომ თქვა რუსთაველი არის გადაკეტილი. მნიშვნელოვან თემას შეეხეთ ბატონ ბაკურ და მინდა რომ ცოტა გავშალოთ ეს საკითხი. შევაფასოთ ის, რასაც 18 ოქტომბრიდან მოყოლებული ვხედავთ რუსთაველის განძერზე, ვხედავთ მას შემდეგ, რაც სწორედ შეკრება მანიფესტაციასთან დაკავშირებული ახალი წესები, კიდევ უფრო გამკაცრებული წესები და რეგულაციები შევიდა ძალაში. მართლაც ყოველ დღე აკავებენ მომიტინგებს, ზოგიერთ გზის უკანონო გადაკეტვის ბრალდებით, ზოგიერთ სწორედ პირბადის ტარებისთვის, ძირითად შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება ხდება ყველა დაპატიმრებულისთვის. აი Amnesty International ავრცელებს განცხადებას სწორედ ამ სურათთან მიმართებაში და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დემონსტრანტები დაშინებით და დასჯის მეშვეობით გააჩვენოს. აი თქვენ რა გაქვთ სათქმელი კიდევ ერთხელ დაგისვავთ ამ კითხვას იმ სურათზე, რასაც აი ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ განსაკუთრებით და მეორე მხრივ რა არის საჭირო იმისთვის, რომ აი ქართულმა ოცნებამ დემონსტრანტების ასე ვთქვათ გაჩუმება, აი პროტესტის გაჩუმება და ჩახშობა ვერ შეძლოს. ბევრის პოზიციაა, რომ ავტორიტარულად შეფასებულ კანონებს უბრალოდ დაუმორჩილებლობა უნდა გამოუცხადოს საზოგადოება. თქვენი პარტია საითგენ მიდის? რა შეხედავს გამოსავალს? შეგუება გამორიცხულია ხო ამ რეჟიმთან. ახლა ჩვენ იმიტომ მოვიტანეთ ეს ქვეყანა აქამდე 30 წლის მანძილზე, იმიტომ არ ვეგუებოდით არავისგან ძალაუფლების გადამეტებას, რომ გვინდოდა რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო ისეთი, სადაც ხალხს თვითონ ექნება საშუალება მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რა ჩაიცვა, შარფი შემოიხვიოს თუ არა ზამთარში. და რა გააკეთოს, ხომ? რეალურად, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ეს არის იმ ელემენტარულის უკან წაღება, რაც არის თავისუფალი სიტყვა და გამოხატვის თავისუფლება.
აი გამოკითხვებს თუ შეხედავთ, ხო? და ნახავთ მაგალითად აი ქართული ოცნების ამორჩეველს, რომელიც ყველაფერში მხარს უჭერს ქართულ ოცნებას, რო ეკითხებით მაგალითად, რომ აი პროტესტის უფლება უნდა კონდეს თუ არა ხალხს, ყოველთვის პასუხობენ, რომ კი. როცა ეკითხები, რომ რას ნიშნავს დემოკრატია შენთვის, დემოკრატია მათთვის ნიშნავს იმას, რომ შეგიძლია თქვა, რაც გსურს, შეგიძლია აკრიტიკო, ვინც გსურს ის, ხო? ამას გულისხმობენ, რომ აი ეს უფლება ყოველთვის გქონდა, შევარდნაძის პერიოდშიც გქონდა, მიშას დროსაც კი გქონდა, ამას ამბობენ. ეხლაც გვაქვს. მაგრამ ამ კანონებით, რომელსაც ღებულობენ ყოველდღე, უბრალოდ იმიტომ, რომ გაიადვილონ საქმე, ხო, იურიდიულად. ზუსტად ამას უთხრამენ. ზუსტად ამ რწმენას მათ შორის საკუთარ ამორჩეველში, ხო? რომ დემოკრატია ეს არის სიტყვის თავისუფლება. სინამდვილეში დემოკრატია, რა თქმა უნდა, გაცილებით მეც მოიცავს, ვიდრე სიტყვის თავისუფლებაა, ხო? როგორიც არის მაგალითად თანასწორი კონკურენცია პოლიტიკურ არენაზე, ეს არის ზეწოლისგან თავისუფალი ბიზნესი, ზეწოლისგან თავისუფალი მედია და ნუ ასე შემდეგ, ხო? თანასწორი გარემო, სადაც ადამიანი თვითონ დამოუკიდებლად ირჩევს, რომელი პოლიტიკური პარტია მოსწონს, რომელი იდეოლოგია მოსწონს და ასე შემდეგ. არა, ჩვენი გაგება ძალიან მინიმალისტურია. უბრალოდ გეუბნებიან, რომ მოგისმენენ თუ არ მოგისმენენ, კრიტიკის უფლება გაქვთ. აი ხა ამ კრიტიკის უფლებაც მიაქვთ რა. აი ეს არის აქ პრობლემა. ხო, ბოლო დღეში დაკავებულ პირებს შორის ორი ჟურნალისტია, ვახოსანაია და ქეთა ციცქიშვილი, რომელსაც ხვების მსგავსად ადმინისტრაციული 5 და 6 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. აი კაია კალასი ვახსენეთ რამდენიმე წუთის წინ და ისევ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ზომები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა თავისუფალი მედიის სამოქალაქო საზოგადოებისა და დემონსტრატების წინააღმდეგ იყენებს, ყველა წესს და პრინციპს ეწინააღმდეგება, რომელსაც ევროკავშირში ვაფასებთ, თუ ამბობს კაია კალასი და კიდევ ერთი ამჯერად ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს. ეს არ არის ევროპული გზა, ამბობს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, რომელსაც სხვა შორის გუშინ ქართულ ოცნებაში ევროპელი ჯო უილსონი უწოდეს. მოკლედ აი ეს გამკაცრებული რეგულაციები თქვენი აზრით გავლენას ახდენს პროტესტზე, ასუსტებს და მინელებისკენ მიყავს, ასე ვთქვათ, ის საპროტესტო გამოსვლები, რასაც დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ყოველ საღამოს ხედავთ, თუ ასუსტებს ქართულ ოცნებას და რატომ მინდა რომ ამ კონტექსტშიც ვკითხოთ. აი მაგალითად ხა ევროპელი პოლიტიკოსი არ არის, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსია თან დაპატიმრებული ნიკა გვარამია ამბობს, რომ აი სწორედ დიქტატურის მოახლოებული წაქცევის არაერთი ინდიკატორია სახეზე, მათ შორის ერთ-ერთია სწორედ ის, რომ კიდევ და კიდევ უფრო მეტად ახდენს რეგულაციების გამკაცრებას და კანონმდებლობის გამკაცრებას მმართველი პარტია. აი თქვენ რამდენად ხედავთ კონტურებს, რომ ხელისუფლება წაქცევის თუ არ ვიცი, დაცემისკენ მიდის? აი ბევრი კითხვა ახლა აქ დასმინდა, ბევრი საკითხი, დავიწყებ თავიდან. ხო, ერთი რაც მინდა რომ აი ხაზი რასაც მინდა გავუსვა პირველ რიგში, ეს არის ვახოსანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაპატიმრება, ყოველად აბსურდული ბრალდებით, მაგრამ აქ არის მთავარი მეორე რამ. საქართველოში არის ეს ინედიტივი, რომელსაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. გასართობი შოუებიდან გამომდინარე, ხომ ძირითადად. არა იმიტომ, რომ თქვათ ოცნებას მოსწონს მაინც და მაინც და ოცნების ამორჩეველს, ხო? წარმოიდგინეთ, რომ აქ დასაქმებული არიან ადამიანები, რომლებიც ალბათ საკუთარ თავს უწოდებენ ჟურნალისტებს, ხო? ქავერი გამოიტანეს, სადაც წერია, რომ დაპატიმრებულია რადიკალი აქტივისტი ვახოსანაია. ამ დროს რო ვკითხო, გიორგი სანაია არის მათი იდეალი, ვითომ ამ იდეალებზე არის ეს იმედი გაკეთებული და ასე შემდეგ. მე არ ვიცი ეს ჟურნალისტები რისგან არიან გაკეთებული, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც საკუთარ თავს ჟურნალისტს უწოდებ, ხო? არ უნდა დაწერო რადიკალი აქტივისტია დაკავებული და უნდა გეყოს იმდენი სინდისი. რო თქვა, რომ ჟურნალისტია დაკავებული, შესაძლოა რადიკალური ქმედებისთვის, რომელიც თურმე ყოფილა ის, რომ გადაკეტილ ქუჩაზე გაიარა, ხო? აი ამის მერე წარმოიდგინეთ, რომ სად უცხოვრობს და რანაირი ტიპის დიქტატურაა. და მერე ეს მთავრობა გამოდის და ამბობს, რომ რა უფლება აქვთ ევროპელებს, გითხრან, რომ ჩვენთან არ არის დემოკრატია. ეხლა რაც შეეხება დანარჩენ ასპექტებს, ხო? მართლაც არის ნიშნები. ეს ნიშნები პირველ რიგში არის ის, რომ ქართული ოცნება დაერია საკუთარ ერთგულ ხალხს. მე ვიტყოდი, რომ ერთგულ ხალხს. მე აბსოლუტურად მგონია, რომ ღარიბაშვილი ან ლილუაშვილი რაიმე ფორმით იყო დაკავშირებული ან 4 ოქტომბრის ამბებთან, ან ვინმესთან, ან რაიმე გარიგებასთან.
ეს არის ხალხი, რომლებიც პირადად იყვნენ ბიძინა ივანიშვილის ერთგული, მაგრამ ვინაიდან რა ხდება ხო ახლა მის მაგწინააღმდეგ, იმიტომ რომ ბრალდება ძალიან სერიოზულია, ხო, დიდი ოდენობით თანხების გათეთრებაზეა საუბარი. ხო, ერთი რაც ჩემთვის გაკვირვებას იწვევს არის ის, რომ მე არ მგონია, რომ ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის უცხო იყოს ის, რომ თანამდებობის პირები ქართულ ოცნებაში არალეგალურად და უსამართლოდ შეულობენ ფულს. ამ საქმეს უყურებთ როგორც წმინდა წყლის კორუფციული საქმე, იმიტომ რომ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ხო ამავე დროს ამ საქმეში შემოდის პოლიტიკაც და რაღაცა პოლიტიკური ეს მთლიანად პოლიტიკურია თავისთავად. ქვეტექსტიც უნდა ვეძებოთ კორუფციას. გარიბაშვილის, ლილუაშვილის თუ იგივე ფარცხალაძის წინააღმდეგ დაწყებულ გამძიებაში. მე ეთქობა არასწორად თქვი, ნახეთ, ქვეტექსტი არის კორუფცია, თავარი არის პოლიტიკა. მაგრამ მე ვამბობ, რომ ქართული ოცნების ამომრჩევლისთვისაც კი ეს არ არის ისეთი ნაბიჯი, რომელიც აგრძნობინებს იმას, რომ ქართული ოცნება მის ინტერესებს იცავს, იმიტომ რომ აქამდე როგორც იყო ჩამოყალიბებული ეს ამომრჩეველი, არის რომ აი ქართველები ვარ და აბა რასიზმს, კი თავის მამიდაშვილს დაასაქმებს, თავის სიძეს მოაწყობს, სიმამრს მოაგებინებს ტენდერს. ეს არის ქართველობა, ხო, ერთმანეთისთვის ხელის გაწვდება. ეს იყო ის იდეოლოგია, რომელსაც ქართული ოცნება ავრცელებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და უსამშობლოებს ეძახდა იმ ხალხს, რომელიც ამბობს, რომ კანონი უნდა დაიცვა და ტენდერის პირობები არ უნდა გააცნო კლასას და მეგობრებს. აი, ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ საქმეს რაც შეეხება, აი, ოცნებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები წერდნენ ამ დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში, რომ აი, რასი ფიქრებდნენ, რომ ღარიბაშვილი და ლილუაშვილიც მათი დასაცავი გახდებოდა და აი, მართლაც სალომე ზურაბიშვილმაც კი ტერორი უწოდა იმას, რასაც აი, ყოფილ მაღალჩინოსნებთან მიმართებაში ახლა ვხედავთ. თუმცა, აი, თუ კი მუდმივად იყო ამ წლების განმავლობაში საუბარი, რომ ელიტურ კორუფციაში იყო ჩართული სხვა მაღალი თანამდებობის პოლიტიკური თანამდებობის პირი, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი იყო ეს თუ გრიგოლ ლილუაშვილი. მაშინ რატომ იწვევს, ასე ვთქვათ, კითხვებს, რატომ დაიწყო ძიება მათ წინააღმდეგ? დაიწყო ძიება ჩემი აზრით მათ წინააღმდეგ, იმიტომ რომ როდესაც რეჟიმი ირყევა, მას აქვს შიშები. ეს შიშები ძირითადად არის პოტენციური ხასიათის. ანუ შეიძლება მას საფუძველი არ ქონდეს ამ შიშის, ხო? მაგრამ მიაჩნია, რომ იმდენად მორყეულია მისი ძლიერება, რომ მისმა ერთგულმა მხარდამჭერმა ღარიბაშვილმა ან ლილუაშვილმა ერთ მშვენიერ დილას რო გაიღვიძოს და გადაწყვიტოს რეჟიმის წინააღმდეგ წასვლა, იმდენად სუსტია რეჟიმი რომ ჩამოიშლება. ამიტომ საბუთი კი არ ჭირდება მათ წინააღმდეგ წასასვლელად, ხო? უბრალოდ აი როგორც ვინც საერთაშორისო ურთიერთობები იცის, ხო? ვეტყოდი რომ როგორც რეალ პოლიტიკის იდეალია, ხო? რეალ პოლიტიკაში საფრთხეს წარმოადგენს მოწინააღმდეგის ძალა და არა მისი სურვილი შეწინააღმდეგ იყოს. ანუ რეალურად რეჟიმმა დაინახა რომ ამ ხალხს რეჟიმის დასუსტების პირობებში გააჩნია ან ისეთი ინფორმაცია, ან იმ ტიპის მხარდამჭერები პარტიაში, რომ მათი გამოსვლა რეჟიმის წინააღმდეგ ამ რეჟიმს მომენტალურად ჩამოშლის. ამიტომ ეს რო აერიდებინა თავიდან, ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაიწყო მათი რეპრესია. ეხლა რეპრესიას 21 საუკუნეში ისე ვერ გააკეთებ, რომ კაცი გაქრეს და კითხულობდე და არ ვიცით სად არის ღარიბაშვილი, რო თქვა, ხო? ანუ რაღაცა უნდა მოიგონო, ხო? და მოსაგონარი რა პრობლემაა, ხო? კორუფციაში რო არის ყველა ჩართული, ისედაც ცნობილია. ამიტომ დაიწყეს ეს და იპოვეს ვითომ 7 მილიონი. ეხლა 7 მილიონი ამ ხალხისთვის არის, მე ვიტყოდი, აი ჯიბის ფული. ხო? ეს ძალიან კარგად იციან თვითონ ოცნებაში. კიდე რამდენი სიუჟეტი ყოფილა გნებავთ ქალაქის მერზე და გნებავთ სხვებზე, ხო? ეგენიც რიგში არიან. რაც უფრო სუსტდება რეჟიმი, მით უფრო იწყებს საკუთარი თავის ჭამას, იმიტომ რომ უკვე აღარ ენდობა, აი რასაც ქვია, თავის ნაცვლებს, ეს მეფის ნაცვლებს აღარ ენდობა. აღარ ენდობა და უმიზეზოდ იჭერს. როგორც კი იწყებს მათ უმიზეზოდ დაჭერას, დანარჩენები ხვდებიან, რომ ისინი აღარ არიან დაცული. როგორც კი ისინი ხვდებიან, რომ დაცული აღარ არიან,
უკვე დიქტატორის ჩანაცვლება იწყება. ბატონ ბაკურ, სულ რაღაც 2 წუთი დაგვრჩა და კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მინდა მოვასწრო კითხვის დასმა. ამჯერად გერმანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკონსულტაციოდ გაიწვიოს საქართველოში მისი ელჩი პეტერ ფეშერია. მარტივად გკითხავთ, ელჩის საკონსულტაციოდ გაწვევა ნიშნავს თუ არა იმას, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების ასე ვთქვათ სრული გადახედვის ფაზაშია და შესაბამისად რას ელოდებით, როგორ შეიძლება წავიდეს ორი ქვეყნის ურთიერთობა უკვე ამის შემდეგ. ჯერ ჩვენ დავიბარეთ გერმანიის ელჩის საქართველოში, მერე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოიძახა ჩვენი რწმუნებული და ახლა უკვე მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში გერმანიის ელჩის საკონსულტაციოდ გაწვევის თაობაზე. როგორ ფიქრობთ, რას ამზადებს გერმანია, როცა საქმე ეხება საქართველოს? გერმანია მართლა ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, მათ შორის პირველი რესპუბლიკის დაფუძნების დროსაც გერმანიას ჰქონდა მთავარი მნიშვნელობა, ამიტომ ეს არის ისეთი ევროპელი ერი, ხო, რომელიც საქართველოს ყოველთვის ედგა გვერდში, როგორც სამართლიანად აღნიშნა სხვათა შორის 2020 წელს თეა წულუკიანმა. ეხლა რო აღარ ახსოვს. ხო? 2020 წელს, როგორც თქვა, რომ აი გერმანიისნაირი მხარდამჭერი საქართველოს არ ყოლია, ეგ ეხლაც მართალია რა, მიუხედავად იმისა, ქართულ ოცნებას მოსწონს თუ არა. ზოგჯერ თეა წულუკიანიც ამბობს სიმართლეს. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ გერმანიას და საქართველოს ურთიერთობა როგორ წავა, სანამ ეს მთავრობა იქნება, უბრალოდ გერმანია ჩამოყალიბდა იმაზე, რომ აღარ გაატარებს უაზრო ბრალდებებს. მაგალითად იმაზე, რომ თითქოს გერმანია უხდის მომიტინგეებს ფულს, თითქოს გერმანია არის რაღაცის ორგანიზატორი, აქციის. აი, წარმოიდგინეთ, იმდენად თავხედები არიან, რომ მიაჩნიათ, რომ ამ იმედზე და პოსტივიზე შეუძლიათ უპრაგონოდ, აი ამ სიტყვას გამოვიყენებ, უპრაგონოდ სოფლის ორღობეში იჭორაონ და ელჩებს და ქვეყნებს დაადონ ხელი ყველანაირი არგუმენტის და მტკიცებულების გარეშე. ამას როგორ აიტანს ხო ესეთი ქვეყანა და იძახონ გებელსი. ქვეყანა, ესე იგი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც პარტიების აკრძალვას ითხოვს, როგორც ჰიტლერმა გააკეთა, სხვას ახსენებს, რომ გებელსი ყოფილა თურმე გერმანელი. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს. მადლობა ბატონ ბაკურ იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს, დაგემშვიდობებით. პარტია თავისუფლების მოედნის გენერალური მდივანი ბაკურ კვაშილავა იყო ჩვენი სტუმარი. დღის ნესრუმებით დასრულებულია. ერთმანეთს უკვე ხვალ 11 საათზე შეხვდებით.